არა. ესე მითხრეს მე ახლა მე არ მომისმენი ერთადერთი კაცი ვინც არ მოაწერაო ნოღაიდელი არისო რა. ამ პარტიებმა ძველმა გამოძებნილმა პარტიებმა მოაწერეს ხო ყველა? კი. ახლებმა რესპუბლიკელებმა, ლეიბორისტებმა, ეგ სალომეს ის არის ხო საერთოდ? ჩვენებმა ყველა მოაწერა. აი ესე ვიტყოდი პირდაპირ რა. გადადგეს სააკაშვილი, მერე ჩატარდეს არჩევნები. ხო. ხო, ნუ დანარჩენი მართალ ხა როგორც ამ კანონი ითვალისწინებს იმის და მიხედვით, ხო? მერე დარჩება ისა ბაქრაძე. ხო, შემსრულებელი და ბაქრაძე ჩაატარებს არჩევნებს რა. არა, არჩევნებს ჩაატარებს ისა, CSKO. აი ვის დანიშნავდი CSKO-ს? არჩევნებამდე იქნება იმის აი შენ ვის დანიშნავდი CSKO-ს თავმჯდომარედ გაფიცებულებთ? აი მითხარი просто. ხო იყო საუბარი იმაზე. მაშინ ხო გახსოვს? ხმალაძე მაგარი კანდიდატურა, აი ძალიან ყოველგვარი უაღრესად მაგარ პატივს მაგას. თახნიშვილი დღემდე არ უნდა იყოს რა. თუ გამოდიხარ და ამბობ რომ შეცდომები და ესა და არ მინდა ეხლა. არ მინდა რა ხო რაღაცა არა, ჩემთვის არ მინდა კი არა, გეუნები ბეძი რა. ჩემთვის ეგ იყო აი რამის ადამიანს აი ამოეღო და ესროდა ტყვია რა. აი მაგის განცხადება რომ ამ ხელისუფლების ოპოზიციაში რომ იყო სამთეში გადავაგდებდი რომ აი გეუნები იმდენად დამამცირებელი იყო ჩემთვის და მთელი საზოგადოებისთვის დარწმუნდა. ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში ვინც იყო აი პროსტო აი არ ვიცი. ეგ იყო ბოლო წვეთი იმისა რომ ეს პროექტი დამეწყო მე რა. იმდენად აი მაგას მერჩივნე რომ დედა ეგინებინა მთელი დღე კაც ჩემთვის რა. არა, просто აი მაინტერესებს მისი მხარდამჭერები, აი რა პასუხია სამ განცხადებაზე. მაგას აი პატარა ბავშვი არა. აი ხო შეიძლება ყველაფერზე ხო აქვს მაგას პასუხი. აი ეს ამ განცხადებაზე კითხოთ, აი მინდა რომ კითხო, რა ვიცი. ვისა? აი რა ვიცი, თუ აი ვისი პასუხი გაინტერესებს? გიაჭანტურიას. აი რა პასუხი აქვს ამაზე, რა განცხადებაა ეს? აი გამაგებინოს ან გამაგებინოს ის მე გინდა გიაჭანტურია მაიღო, გინდა რა ვიცი, ვინ იყო კიდე მაგათ მხარდამჭერი, გინდა მერაბი აიღეს ეფაშვილი და გინდა ის და გინდა ის. თუმცა ყველანი ძალიან მიყვარს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. ყველანი მივხვდი, მეუბნავთ, აი მაგ ადამიანები, ვისაც პატივცემ იმის კაც. პატივცემ. ხო. იმ ადამიანების აზრი მაინტერესებს. მართალია ხარ. აჩიკო გულიდანის აზრი მაინტერესებს გულწრფელად. ჯიგარი ხარ. აი რა არის ამ განცხადების უკან რადგანს რა? ხო, რას ფიქრობ? რას ფიქრობს? ეს არ არის შეურაცხყოფა მთელი ქართული ხალხის? ზოგთან ერთად ვაფშე გავიზარდე ბავშვობიდან მოვდივარ, ზოგთან ძალიან დიდი დრომა გატარებული და ხვევნა, კოსნა და სუფრები და დაბადების დღეები და საქმე და სიმღერა და ყველაფერი აბსოლუტურად რა. და უცბად ეს სიტუაცია რომ მოხდა, ვიცი რაღაც დავიკარგეთ რა ერთმანეთისგან ყოველ შემთხვევაში ეს ერთი წელია მაინც. და უშინ ვიძახდი ზუსტად რომ აი ეს მიყვარს რა საქართველოში რა. ის მენატრება უბრალოდ რა. მენატრება ამ ადამიანებთან ურთიერთობა მენატრება. მახსოვს იმ სურათებს ვათვალიერებდი. მე და მერაბი ჩაცოცხლები რო ვართ კლიპს რო ვიღებ. ავი მილიონ მე და აჩიკო კლიპს რო ვიღებ. ის ნახე, ის სიმღერა ზუსტად დღევანდელ დღეზეა და ის აფხაზური პროექტი რო გავაკეთეთ, რომ თარგმნეთ აფხაზური სიმღერები და ერთად რო ვიმღეროთ და აჩიკოს ინტერვიუ ნახე რა და აჩიკო იძახის რომ აი როგორ გონია თუ აფხაზეთის დაბრუნებაო თქვენ რა და ერთადერთი სიყვარულით იძახის რა ესმის აი ეს სიტუაციები მაგრამ აინტერესებს რა აი არანაირ კითხვას არ გავიქცევი მაგალითად არანაირს მართლა გეუბნებით просто მაინტერესებს იმათგანაც გავიგო რა просто მოვიდე ნახონ არ დარჩენ თუნდაც ცოტა ხნით ვილაპარაკოთ საზოგადოების წინაშე ხო შეიძლება არ გაურბივარ არავის აბსოლუტურად რა იმიტომ ზურგს უკან სისუფთავი სუფთავარ რა ყველა სიტუაციაში სუფთავარ რა იმაშიც რაშიც მაბრალებდნენ და იმაშიც რაშიც არ მაბრალებდნენ მაინტერესებს მაგათი აზრი რა ეგენით სუფთები არიან ესე ვფიქრობ მე და იდეის გამო თუნდაც აჩიკო გულედანი ეხა დარწმუნებული ვარ რა რომ ეხა ქარაფშუტა ადამიანი არ არის და რაღაცეების და გამო არ გააკეთებდა ესეთ განცხადებებს მაინტერესებს მართლა რა იმიტომ რომ მიშა ადრე თუ გიახო წავა და წამოვა რა და ყველა ეს ხელისუფლება და ჩვენ ხო უნდა დავრჩით ჩვენ ხო ისე მეგობრები უნდა ვიყოთ ხო და ამ დროს ნახე კლიპი ნუ ის სიგნალში რომ ერთად დადიან ხელისად გადახრულები და რაღაც მაინტერესებს ანუ აჩიკო და თვითმარქვია თვითმარქვია მაგარია რა აი თქვა მეგობრები არიან შენი ხო რომელმა იდეოლოგიამ მოხიბლა
არ მითხრა ხო ნატოში უნდა ხო ნატომ და აი რუსეთის ბოლომდე ემან რა ესმის აი ქონია მე და აჩიკოს ახლა ლაპარაკი რომ აი რუსეთი და მაგათი დედა მე არა ვარ იმიტომ რომ რუსეთი რაც არ უნდა მოხდეს ისეთი ბრძენი ხალხი უნდა ვიყოთ ჩვენ რომ ერთმანეთთან ისა რუსებთანაც მეზობელი დარჩება ყოველთვის 250 მილიონიანი ერი და ამას შენი დედათი ვერასდროს ვერ იმასიზა პირიქით ცეცხლზე ნას დავს დაას აჩიკო იმდენად ვერ იმაშება ამ სიტუაციაზე იმდენად ვერ არიან ეგეთი პურიკაც და რუსებზე და არიან რა ეგეთი ადამიანები რომ ვინც ახლა დაუშვათ ისტორია იცის და რა გაგვიკეთეს რუსებმა და როგორ და მთელი ისტორიის მანძილზე რომ ერთი კონტრაქტი არ შეუსრულებია და კი მესმის აბსოლუტურად და ამის ნიადაგზე ხო იმდენად ამ რუსებს ვეიტან ნებისმიერ რაღაცაზე ხელსაწერია ესმის როგორღაც აი ნებისმიერ იყოს მიშა მაგრამ მოუგოს რუსებს და მოუგებს მოუგებს იმიტომ რომ უკვე ეგუტრაკებს შენ ამბობ რომ ამათ ჯერავთ რომ აი დღეს ხვალზეგ 5 წელი კიდე ხო გავიდა რაც ეს ხელისუფლების არის ხო სააკაშვილი და იმიტომ არიან ესე ეთაყვანებიან და იმიტომ არიან თავით გადაშვებულები მაგის ხარდაჭერაში რომ მართლა ჯერათ რომ მიშა რუსებს რას უზავს ეგრე დედას უტირებს რას მეუნები ეფიცები ყველაფერს რა ყველაზე უფრო მაგრამ აი ამადგან ვინც დანარჩენები არიან აი ყველანაირი მნიშვნელობით დედას უტირებს ხო და სამხედრო მიშა გააკეთებს საქართველოსთვის იმ საქმეს რუსებთან მიმართებაში რაც ქვეყანა სჭირდება წერა რუსების საერთოდ ჩვენზე ამასერაც ვერ გადმოხედავ ხო მიშა შეგვიყვანს ნატოში მიშა შეგვიყვანს ევროგაერთიანებაში მიშა უწირებს რუსებს დედას აი და მიშა რა ამიტომ აი რუსების ბოღმის გულისთვის ხდება ეს სიტუაცია ხო და სხვა ვერავინ ვერ ჩანს ვინც იგივეს გააკეთებს ხო ხო ვერავინ ვერ გააკეთებს ვერავინ ვერ აიღებს ამას თავის თავზეო რა ხო ეხლაც მაგაზე არის ეხლაც მაგაზე არიან მინდა დაველაპარაკო რა არა შეიძლება შენ ძალიან უტრირებულად არა ეხლა ტურიკაც სიტყვაზე ვთქვა ეგრე ფიქრობს გესმის რომ აი რუსები და მესმის რა მის მაგრამ ესე ბიჭო მასე ეხლა ესე არ ფიქრობს რომ აი ტურიკასთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის რომ ტურიკასთვის ათაური თავისუფლება და დემოკრატია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რუსების სიძულვილი გესმის და ამათთვის არა ამათ ესენი თმობენ ათაურ დემოკრატიას რუსების ისდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი აი ეს არის რა მე მასენდება ხო შენ რუსეთის თამაში გაიხსენე ხო ეგ ხალხის ემოცია რა პირველი მოგება მერე ის მოგება რუსებთან სიმბოლური იყო ხო რუსებთან თამაში გადაწყდა ჩვენი სოფლის თაზე გასვლა და რა ვიცი და მაგის რუსებთან სულ ისეთი ყველა პრინციპული თამაში რუსები ხალხს რეგბი შევაყვარე მე და ჩვენ აი ვინც ვიყავით რეგბის კავშირში მაშინ ზუსტად აი რუსებთან მოგების მერე გესმის ანუ ეს არის ახლა ეს მისა შინაგანად ეს მოთხოვნილება ხალხში ეს აქედან ეს გასაგებია მაგრამ ის პერსპექტივაა ჩვენთვის გაუგებარი რომ აი ამ მოცემულობაში რომ ეს პერსპექტიულია ჩემთვისაც გაუგებარია რომ აი მიშა ამას გააკეთებს და მეტი ვერავინ და ჩემთვისაც გაუგებარია რა ჩემთვის მეტი თავი დავანებოთ სხვა ვერავინ ვერ გააკეთებს კი ბატონო მაგაზეს დავეთანხმებ მაგრამ ეს რატო გონიათ რომ ეს პერსპექტივა შესაძლებელია აი არ ვიცი იმან შეიძლება პროვოკაციაში შეაწყვიოს ესენი რა ესმის აი და მე გაიწევდა ეგ არის ლეგენდარული განმუხრო გადადგება ეგადო გადადგება აბა რაც მიგავს აი როგორც მე შენ გიყურებ ეგრე გეუბნები რომ გადადგება რა შენ ეგ განმუხურში ეგენი მოვლენა აქია ეგენი შენ გონია რომ მოვლე? რა ვიცი, მე მინდა რომ მოვიდნენ და არავის შეურაცხყოფას არ მივაყენებ და ის სიყვარულის მეც არაფერს არ დაველაპარაკები, ფიცა ვარ ყველაფერს რა. ქალაქში კიდე რა ხმები დაიხსნა იცი? მითხარი მომიყევი გაფიცებს რა. მიშას პროექტია.
მართლა? ეპიცები. ეკას დაურეკებს. აი, ავადმყოფები რა. გეუბნები. ეკას ტელეფონი გავუახელი და მეთქი რა იყო, რა მოხდა მეთქი და ნუ რაღაც ჯან ეთყობა იქ ვაკე ვერა. მიშას პროექტია. მიშას პროექტში მომიყვანე და მამათია რა, მეც არ ამიზა. ეხლა რომ მითხრა რომ აი რა შეცვლიდიო შენი აცხოვრები ცხოვრებიდან, ნუ ალბათ ვიტყვი და არაფერს თქო რა. ამ 20 წელიწადი რაც დაიწყო ეს. არა, იცი რატო? იმიტომ რომ ეს უნდა გაევლო, მაგრამ დარწმუნებული იყავი რომ ყველაზე ადრე გავიარეთ ეს 20 წელიწადი. ეხლა სომხებს ჯერ არც დაუწყო.